ეხლა აზარტზე მინდა გითხრათ ერთ-ერთი ისტორიაა რა ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე ამის მოყოლიდან მე თვითონ მაგრამ სანადიროდ წავედი ეს ნადირობა არის არც ჰობია ჩემი არც მოწოდება მით უმეტეს და საერთოდ არ მიყვარს ნადირობა ნუ უნდა წავიდეთ არის ამბავი ნუ რა თქმა უნდა კახეთში ჭაჭუნას ჭალებს ეძახიან დედოფლის წყაროს გაცდე და წაჭახვიდე და ნუ არ ვიცი ხა რა ზუსტი ინფორმაცია არა ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს მაგრამ ძალიან ბევრი გიურზაა რა ძალიან ბევრი და რომ მივდივართ გაგვაფრთხილეს რა მე არ ვიცი უკვე ჩავედით ამ ჭაჭუნას ჭალებზე და წამოვიდა ეხლა ამ გიურზაზე საუბარი და ეხლა ცოტა გულმარეჭი მიყო რა რომ ეს რაღაცა არ მომეწონა და ასე ვთქვათ გიდი ვინც იყო აი ტიტველი ფეხებით რო დადიან კაცები ხო ეს დიდი ხელები რო აქვს და ეკალი რამე რო შეერჭობა კი არ შევა პირდაპირ გამოიღებს აი ამ ხელა რაღაცას გადა სისხლი მოდის ყველაფერი აიღებს ტალახ შეიზილავს ამ სისხლში და გააჩერებს რა აი ესეთი კაცია რა ესა და ბატონ ჩემეთკი ვეუბნები თან ვარ რემბო კაცო რემბო მაცვია რა ჩვეულები რა ყველაფერი გაქვს ფილმი ნახეცნულობა ყველაფერი ფილმი ნახეცი თავისი შავი ლენტი კაცმა კი გადმოხედა რომ გადმოვედი ვაქაიდან და მეუნები რომ აქ მეთქი რაღაცა საუბრობენ აქ მეთქი და მართლა არის მეთქი გველი აქ ხო არ შემოუხედავს ეგეთი ხმაის მიდის წინ რა ასა ვარო როგორც ღვინის ქარხანაში შლანგი ეგრე ყრიაო ეს უნდა იცოდეთ ღვინის ქარხანაში რამდენი შლანგია ხო წარმოგიდგენიათ ხა და გავცივდი რა და პიკაპზე ავედი აი დაახლოებით არის დილა რა ადრე უნდა იყო იქ აი 7-ისკენ და აღარ ჩამოსულ არ იქიდან რა მოკლედ მოინადირეს რაღაცა და კაცო შენ ძელი ეს ისენი ნადირობენ შენ ზიხარ პიკაპზე ხო აბა რაღაცა არ შემონდა არაყი მქონდა წაღებული დავას მე ესენი შორს გავიდნენ დაქოქილ მანქანაზე დამტოვეს ვერ წამოვალ მეთქი ვითომ ფეხი ავიტკი ეწნევა მოვიმიზეზე მაგრამ ყველა ხვდება ეხა იქაურობი რომ მეშინია და ეს მექილიკებია მე ესენი რომ წავიდნენ ეს ჭაჭაკი ჩამოიცალა და ერთი ჩამოსვლა ჩამოვედი ამათ მითხარი ვიღაცა ხო არ გონივა და რაღაცამ გაიფაჩუნა ავარდის ეხლა ადამიანები ვართ კაცო და ბუნებრივი მოთხოვნ მთელი დღე რა ცუდათა ვარ რა უკვე ძალიან ცუდათა ვარ რა ვეუბნები ავიდით რა არ გვინდა ეხლა დაღამდა იქ გავაგზავნოთ რესტორანში არაო რა სამფო აქ უნდა დავრჩეთო და დილას კიდე უნდა ერთი წრე კიდე უნდა და გნოლკაკაბზე დადიან არ მინდა ვეუბნები ეს ბაჭია რა არ მინდა რა არა გინა თუ არა ნუ გაუსაძლისი ხდება ეხლა მოითმინეო მონადირის სახლში მივალთო და იქ არის კომფორტი აი აუ ამოვისუნთქე მეთქი რაღაცა კონდიციონერზე არა უნდა მაგას სიცივეში არა მეთქი აბა რა უნდა ჩავკიტა რა მივედი გადაღუნული ქოხი დგას მონადირის სახლში ეს აი არის მეთქი ხო აბა რა ეხლა ეს ხა მე ვთქვი საპირ არა შიგნით არ მუშაობს კაცო არ მუშაობს აი იქ რო არისო რა ობორნიას რო ეძახით რა აი კარიო ეგო იქ და ხედავ რომ მარტო სახურავი დგას იმდენი ბალახია რა ჩას მარტო ხა ვიჯო ვიძახი გიურზა რა მაზალოა რა ჩახდილზე რომ იყვინოს ეხლა იმა საცა მიყვანე სად მიკმის არ ვიცი თანამშრომლობაში გავარკვიო რომ შენ თუ არ ცნობ თან უნდა ვიცნო ეხლა ეს გიურზა მე რომელი გველი მიკმის თუ არ იცი რომ გიურზა არის და სხვა გველის ნაკმეზე ესე იგი გიურზას საწინააღმდეგო ის გაიკეთე იქვე გკლავს არ ვცნობ კაცო მე არც ედგებ სახელზე და რა ვიცი ხა არ ვიცი რა ნუ ეხლა მეთქი რა ვქნა მაშინ მოდი რა ვქნათ მეთქი ძალიან ცვითა ვარ და პიკაპზე ვარ ისე აი პიკაპით რომ მივიდეთ მეთქი რა ამ ზადრით ვიმაკეთ საპირფარეშოსთან და რო თან ეს გათელავს და კარებიც ანუ რომ დგავარ აი ესე ვაღებ რა კარებს ესე ვიხედები რა დაბლო
ნუ რაზეა ლაპარაკი თან მაგრად მეღადავებიან ვატყობ, მაგრამ პიკში ვარ უკვე რა შანსი არ არის რა. კარტეჟი ეგრეთ წოდებული მიდევს იმაში და მიგიყვანეს პიკავზე დგავარ და მივდივარ ბუნებრივი მოთხოვნობისთვის პალეში. გავარ მივედი გამოვწიე ჩავხედე კარგად დიდათ არის ეტყობა ვიღაცა მიქვია აწყო რა აი ხო არის რომ რაღაცნაირად ამოჭრი რაღაც აი დიდი ამოჭრილია რა ედი გადავიხედი ესე რა ეთი არაფერი არ არის მაგრამ აი რომ უნდა ჩამოდგა ფეხი ვიფიქრე რომ ფიჭო აქ რო იყოს ეხლა რამე რა ვქნა მერე ეთქი ხა ამას იმაში და გადმოვწიე ეს თოფი და მეთქი შიგნი ვისვრი და ხმაზე ესე მაგ და პუჰ რო გააკეთე და ერთი ეს მოვასწარე აი როგორ ჩურჩხელა ხო გინახი აუცა დღეში ჩავარ ჩემი საკარლესი ესე ვარ აი მთლიანად რა ეს კაცი ვერ მკიდევს ეხლა წყალი არ არის არის ეს ბალახი აი ფეხსაცმელები არ გაგიწმინდია ბალახში ეს კაცი ეს დიდი კაცი ესე წმინდავს და გამომიყვანა მოიდა აიყვანე ცენტრში ეს და ში ჩავარდა და იქ მახდა გოგა ბარბაკაძე რა რამდენივე ხვეწი არსად არ მოყო მეთქი და ჩამოსულები არ ვიყავით თელმა თეატრმა იცოდა აი ესეთი ჰობია და იმის მერე მე არ ყოფილვარ სადაც ახლა შვებულება იწყება დამარქვეს დედოფლის წყაროში ჩურჩხელა პაატი ადი შვებულება გვეწყება და წავიდეთ ეხლა მომინდა ის აი ნადირობა საკმაოდ არის არა გენიალური ისტორია არის გაიხეთ აი მე მერიდებოდა ხოლმე